ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ქართული ოცნების წევრების გაღიზიანება პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლის გიორგი შარაშიძის გამოსვლამ გამოიწვია. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მომმართველი პარტია ანტიეროვნულ ქმედებებში დაადანაშაულა და თქვა, რომ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოცნების მინისტრთა კაბინეტის სრული უპასუხისმგებლობა. შარაშიძის განმარტებით ნაცვლად იმისა, რომ საგარეო წყების ხელმძღვანელს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ეღიარებინა, მან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება თავად ევროკავშირს გადააბრალა. მისი თქმით, ფსევდოპატრიოტული რიტორიკით შენიღბული მინისტრები სინამდვილეში ანტიეროვნული ძალის ინტერესებს ატარებენ. ევროკავშირმა კი არ გააჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. თქვენ გააჩერეთ ყველამ ერთად. ქალბატონი, იმიტომ რომ უარი თქვით დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე. იმიტომ რომ ისეთი მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, სამართლიანი მართლმსაჯულების კუთხით საქართველოში არ ყოფილა არასდროს, არის ბოლო წლებში და როდესაც აიღეთ ვალდებულება, კეთილი უნდა გენებათ და ეს ვალდებულებები შეგესრულებინათ და თქვენ გააკეთეთ სრულიად საპირისპირო, არაფერი არ გაქვთ შესრულებული. რაზე უნდა ვისაუბროთ? ჩვენ საუბრობთ ფუნდამენტურ უფლებებზე, ფუნდამენტურ საკითხებზე და ფუნდამენტური რომელია? სამართლიანი სასამართლო. და თქვენ ახლა მიპასუხეთ მე რომ საქართველოში არის სამართლიანი სასამართლო? დიახ. და ქართული სასამართლო არ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი? სიტყვით გამოსვლისთვის გამოყოფილი დროის ამოწურვის გამო პოლიტიკოს თავდაპირველად მიკროფონი გამოურთეს, მოგვიანებით კი ტრიბუნა მანდატურის სამსახურის დახმარებით დაატოვებინეს. უფრო შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ. იცით რატომ? კარგად ვიცი ვის როგორ ველაპარაკო. ეთიკას, კულტურას და წესებს შენმე ვერ მასწავლი. დაიმახსოვრე კარგად. იცით რატომ ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი? ბატონო გიორგი, თქვენი ხმა არ ისმის, მიკროფონი გათიშულია, რადგან თქვენი 5 წუთი ამოიწურა. თუ მეტყვით, რომ 1 წუთში დაასრულებთ მოხსენებას, რა თქმა უნდა, გაგიგრძელებთ დროს. თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრობა მარტო იქ რაღაც ეტიკეტის დაცვა არ არის და პროტოკოლის შესრულება. ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახური და ამას უნდა აკეთებდეთ თქვენ პირველ რიგში. და თუ თქვენ გონიათ, რომ თქვენ პირადად არ ხართ პასუხისმგებელი, არა მხოლოდ საგარეო საკითხებზე, არამედ იმ ძალიან ბევრ დანაშაულზე, მათ შორის დუხჭირ ცხოვრებაზე ქართველი მოქალაქეების. მათ შორის იმ უსამართლო გარემოზე, რაცა გვაქვს ძალიან ვწდებით, იმიტომ რომ ეს ერთადერთი შეიძლება იზოლაციის პირობებში მოხდეს. და იზოლაციაში თქვენ მოაქციეთ ქვეყანა. როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები მტრებად გამოაცხადეთ. ამოიწურა თქვენი დრო, ბატონო გიორგი. მიკროფონში არ ისმის არაფერი. ბატონო გიორგი, თქვენი დრო ამოიწურა და გთხოვთ დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს. მანდატურს ვთხოვ გააცილოს ბატონი გიორგი თავის ადგილამდე მიაცილოს. ბატონო გიორგი, პატივიეცით პარლამენტის წესებს, რეგლამენტს და იმ პროცესს, რომელიც თქვენ თავად გამოიყენეთ ინტერპელაციას გულისხმობ. მანამდე მაკაბოჭორიშვილი ტრიბუნიდან ამტკიცებდა, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელის ინიციატივით შეჩერდა და არა ქართული ოცნების მიზეზით. ბოჭორიშვილის განცხადებით მტკიცება იმის შესახებ თითქოს მმართველმა გუნდმა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე ცალმხრივად შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია. ის ტრიბუნიდან ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების თანავე მზად არიან ევროკავშირთან მოლაპარაკებები ტყუილია თითქოს ქართულმა ოცნებამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით ქართული ოცნების ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან
ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები. პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა ქართული ოცნების, როგორც ეს თქვენს კითხვებშია წარმოჩენილი. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე მზად ვართ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა ამისთვის საჭიროა მინიმუმ ის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ბოჭორიშვილმა ევროკომისიის შეფასებებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს პროგრესის საერთაშორისო ანგარიშებში სათანადოდ არ აისახება. მისი მტკიცებით, მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, ბრიუსელის მხრიდან შეფასებები ხშირად მიკერძოებულია და რეალურ სურათს არ ასახავს. მან ასევე ქართული ოცნების წევრების მიმართ სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მიდგომა უსამართლოა და ამას უყურადღებოდ არ დატოვებენ. ბოჭორიშვილის სიტყვებით, მათ სხვადასხვა ქვეყანასთან აქვთ კომუნიკაცია, რომ ეს სამართლო ნაბიჯები გამოსწორდეს. აღსანიშნავია, რომ 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებისთვის. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ 9 ნაბიჯის ფარგლებში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ანგარიშები არაერთხელ მომზადებულა წარდგენილა ევროპული მხარისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკომისიის მხრიდან ძალიან ხშირად გამოიყენება საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები, განსაკუთრებულად მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის თვალშისაცემია, საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს თუ რამდენად წინ არის საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ მას პარტია გახარეს საქართველოსთვის წევრებმა კითხვები დაუსვეს. ვიკა ფილფანმა ბოჭორიშვილს კითხა, თulis თუ არა თავს წარმატებულ მინისტრად და თუ თulis ამ წარმატებაში მხოლოდ მას მიუძღვის წვლილი თუ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც. ფილფანის ამ კითხვამ ქართული ოცნების წევრები გააღიზიანა, რასაც დარბაზში მცირე შელაპარაკება მოხდა. ფილფანის განმარტებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, გააფუჭა ურთიერთობები ამერიკასთან და ვიზების საკითხი საფრთხის ქვეშ დააყენა. ახსენეთ ასევე, რომ ბევრ ასპექტშიო გაცილებით წინ ვართო, ვიდრე სხვა ქვეყნებიო. აი ეს ასპექტები რა არის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ადამიანის თავისუფლება ნამდვილად არ არის სხვა ქვეყნებზე წინ, იმიტომ რომ ყავთ პოლიტიკური პატიმრები, ამ ქვეყანაში იდევნებიან ადამიანებს სიტყვის თავისუფლებისთვის და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს, რომელი ასპექტი და კონკრეტულ კითხვაზე რო გადავიდე, ბოლო 5 წლის განმავლობაში თქვენ გააჩერეთ ევროინტეგრაცია, გააფუჭეთ ურთიერთობები ამერიკასთან, ვიზების საკითხი საფრთხის ქვეშ დააყენეთ, ამერიკისგან ვიზების მიღება გართულდა. თუ ვიყავით ასოცირებული ტრიოს ლიდერი, დღეს აღარ ვართ, რეგიონშიც აღარ ვართ ლიდერები და ამ ყოველფრის ფონზე მაინტერესებს თქვენ თვლით თუ არა თავს წარმატებულ მინისტრად და თუ თვლით თავს წარმატებულ მინისტრად, ამ წარმატებაში მხოლოდ თქვენ მიგიწვით წვლილი თუ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის წვლილი, ამაზე რომ მიპასუხოთ თუ შეიძლება. გააგეთ. მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ფრაქციამ საქართველოსთვის მოითხოვა.